ინტენსიური დიპლომატიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი კვლავ ომში ბრუნდება. მისი არ ყოფნისას ბოლო ერთ კვირაში ქვეყანა 2000-ზე მეტჯერ გახდა საჰაერო დარტყმის ობიექტი რუსეთისგან. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს არ გავს იმ ქვეყნის ნაბიჯებს, რომელსაც მოლაპარაკება სურს, თუმცა გასულ პარასკევს ამაში საკუთარი სტრატეგიული პარტნიორის დარწმუნება გაუჭირდა. სამაგიეროდ მისი კარგად ესმის ევროპელ მოკავშირეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებამდე ლონდონში შეხვდა. Ამ დღეების შედეგი არის ის, რომ გვაქვს ევროპის მკაფიო მხარდაჭერა, უფრო დიდი ერთობა, უფრო ძლიერი მზაობა თანამშრომლობისთვის. Ყველა გაერთიანებულია ერთი აზრის ირგვლივ, რომ მშვიდობა უნდა იყოს რეალური და რომ საჭიროა რეალური უსაფრთხოებითი გარანტიები. ესაა ჩვენი, ევროპელების, მთელი კონტინენტის პოზიცია. გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ნორვეგიისა და თურქეთის. ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მივიღეთ. არ ყოფილა ერთი დღეც კი, როდესაც მადლიერება არ გვეგრძნო. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი. ამიტომაც ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. უახლოეს მომავალში ყველა ევროპელი გავაზიარებთ ჩვენს საერთო პოზიციას, იმას, რასაც უნდა მივაღწიოთ და იმას, რაზეც კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ეს პოზიცია გადაიცემა ჩვენს პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა და ომის დასასრულებლად სწორი შეთანხმება არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი. სამუშაოს დაუბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. გასულ პარასკევს თეთრ სახლში გამართული უპრეცედენტო შეხვედრის მიუხედავად ცნობილია, რომ კიევთან კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა არა საპრეზიდენტო დონეზე. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო ის გზავნილიც, რომ მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზადყოფნა არსებობს, ისევე როგორც შტატებში დაბრუნებაზე. თუმცა თუ ამჯერად საუბარი კონსტრუქციული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე იქნება ფოკუსირებული. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა ზელენსკიზე განაწყენებულია და უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს. მას სურს დაასრულოს ომი. როგორაა ეს შესაძლებელი? პასუხი მარტივია. ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს, რომ ვლადიმერ პუტინი მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. და ამ წუთას პრეზიდენტი ტრამპი არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც აქვს შანსი ეს გააკეთოს და ნახოს, თუ რა შემთხვევაში დაასრულებს რუსეთი ომს. შესაძლოა მათი მოთხოვნები არ იყოს საფუძვლიანი. ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა მაგიდასთან ისინი უნდა მოვიყვანოთ. ამერიკის ოპტიმიზმს არიზიარებენ ევროპელი მოკავშირეები, რომლებმაც ლონდონში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება გააგრძელონ უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება, მიუხედავად იმისა, იზამს თუ არა იმავეს ვაშინგტონი. ამასთან მოკავშირეები ამზადებენ ფართო გეგმას, თუ როგორ უნდა გააძლიერონ საკუთარი კონტინენტის თავდაცვა. ამის შესახებ ლიდერები 6 მარტს იმსჯელებენ საგანგებო შეხვედრაზე. მათ კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა ომის დასასრულებლად საკუთარი იდეები გაახმოვანონ. პარიზს აქვს ინიციატივა, რომ მხარეებმა ერთი თვით შეწყვიტონ ცეცხლი. ამას ყავს თანამოაზრეებიც, თუმცა ჯერჯერობით იდეას ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია. იმისათვის, რომ რუსული აგრესია დასრულდეს, საჭიროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიძულოს ვლადიმერ პუტინი მივიდეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე და მიიღოს ის პირობა, რომ დაასრულებს იმპერიალისტურ ამბიციებს, რომელმაც ფრონტის ხაზი ჩვენამდე მოაახლოვა. ჩვენ აღარასოდეს უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ევროპას უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარ თავდაცვაზე იყოს პასუხისმგებელი და აღარ უნდა დაგჭირდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმის თხოვნა, თუ რა შეუძლია მათ გააკეთონ ჩვენთვის. ძალიან დაგვეხმარებოდა ის, თუ ცეცხლი შეწყდებოდა. ეს იქნებოდა სამომავლო დისკუსიებისათვის საწყისი წერტილი. უკრაინას უნდა გაუგრძელდეს დახმარების მიწოდება, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიას. ამ მხრივ შეფერხება არ უნდა იყოს. ასევე ვიაზრებთ, რომ ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ქვაკუთხედი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ დაიცვას თავისი თავი და ჰყავდეს ძლიერი ჯარი. ეს კი უკრაინის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობაა. რუსული პერსპექტივა არ უნდა მივიღოთ. რუსეთს ყოველთვის სურდა ისეთი მთავრობა უკრაინაში, რომელიც მის ბრძანებებს შეასრულებდა. მოახლოებულ ვიზიტზე ბრიუსელში ჩვენ კონკრეტულად განვიხილავთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გაზრდონ თავდაცვის ხარჯები და როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ დავადასტურეთ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ერთგულება. ეს ქვეყანა არის აგრესიის მსხვერპლი. ეს ყველასათვის უდავო სიმართლეა.
On the 6th of March next 6 მარტს ევროპული საბჭო დაამტკიცებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის ხარჯები, რათა გავხადოთ იგი უფრო ძლიერი, მეტად ავტონომიური, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ასევე გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მან მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. ჩვენ მათ დავეხმარებით ამ მიზნის მიღწევაში. მშვიდობა კი არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც რუსეთს გარკვეულ პერიოდში ისევ გააძლიერებს. არამედ გსურს მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ მივესალმებით დონალდ ტრამპის მცდელობებს მოლაპარაკებებში და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მათში. and of course we are supporting them. მოსკოვი თეთრ სახლში მომხდარი კმაყოფილია, უკრაინის პრეზიდენტს კი დიპლომატიურ კლასს უწონებენ. უკმაყოფილოები არიან ლონდონში გამართული ევროპული სამიტით. განსაკუთრებით არ მოსწონთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და ქვეყანაში ევროპული სამშვიდობო ძალების გადასროლის იდეა. Вот сейчас мы про миротворцев, мы სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, რომ ემზადებიან უკრაინის ჰაერიდან დაცვისთვის და ასე შემდეგ. ეს თავხედობაა, რადგან ჩვენ არავინ გვეკითხება. ტრამპს კი ეს ესმის და ამბობს, რომ ნაადრევია მასზე საუბარი. რომ ამაზე საუბარი დარეგულირების პროცესშია შესაძლებელი, თუმცა მას ჭირდება მხარეების თანხმობა. ის კორექტულად იქცევა. ეს სამშვიდობო ძალები იმის გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო, კიევის რეჟიმის წახალისება ჩვენთან ომში. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ პრობლემის პირველ წყარო არსად გამქრალა. ჩვენ და ამერიკა მსოფლიო პოლიტიკის თითოეულ საკითხზე ერთნაირად არასდროს ვიფიქრებთ. თუმცა სადაც ვხედავთ ინტერესთა თანხვედრას, საღი აზრი გვკარნახობს, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. უკრაინაში იციან, რომ ევროპის მხარდაჭერა აქვთ. ამერიკასთან გართულებულ ურთიერთობაზე კი მუშაობა გრძელდება. ქვეყანა აგრძელებს ფრონტის დაცვასაც. დღეს ხარკივზე რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა.